ჯაჯანიძის ჭრელი პარასკევი. დავბრუნდით ძვირფასო რადიო მსმენელებო, Facebook გვერდის მაყურებელო და ტელემაყურებელო. მოგესალმებით. აი უაღრესად მადლიერი ვარ რომ მოხვედით ჩემთან გადაცემაში, იმიტომ რომ საერთოდ როცა რაღაცას კარგს ვაცხადებ და ვამბობ, ეს არის ჩემთვის ძალიან დიდი ბედნიერება, აუცილებლად ეხლა უნდა გამოგაცხადოთ თავიდან, რომ მაყურებელმა და მსმენელმა კარგად დაიმახსოვროს. ტელეკომპანია იმედის ვებ პროექტების ხელმძღვანელი ლოლა ხუბუა და ციფრული მარკეტინგისა და სოციალური მედიის ჯგუფის ხელმძღვანელი ნიკა კლდიაშვილი. რეგალიებს არ ვაცხადებ ხოლმე, ამიტომ მიჭირს მოდით ჩემენაზე ვიტყვი, არაჩვეულებრივი პროფესიონალები მყავს მე დღეს სტუმრად. მოდი ნიკა თქვენგან დავიწყებ. იმედმა მიიღო ოქროს ღილაკი. YouTube არხმა დააგროვა მილიონზე მეტი, არ დაუკარგოთ. მილიონზე მეტი და ეს მეტიც ალბათ იცით ხო, რამდენია? ჯერჯერობით 15,000 და კიდე 15,000 და გრძელდება. აი ახლაც მოდი იმას გავუმარჯოს ამ წამს რო გამოიწერა. მოუწოდოთ. რას ნიშნავს ეს? აი მაინტერესებს. ძალიან დიდი სიხარულია ყველა იმედ პირველ რიგში მინდა რომ შემთხვევით ვისარგებლოთ თქვენი ჩათვლით ყველა იმედის თანამშრომელს გადაუხადო მადლობა, იმიტომ რომ არა ეს თქვენი პროფესიონალიზმი ძალიან რთული იქნებოდა ამ შედეგამდე მისვლა. და რაღაც 2012 წლის მერე უკვე რაღაც 13 წლის მერე დაგვიფასდა ეს ჩვენი შრომა და დავიყვარით ალბათ YouTube-ზე ყველაზე დიდი მწვერვალი, რაც საქართველოში შეიძლება მოხდეს, ხო, მილიონი გამომწერა და ოქროს ღილაკი და რავი ძალიან მაგარია რა. ერთი ის რომ იმიტომ რომ შრომა ფასდება, მეორე რომ პროფესიონალიზმი ფასდება და მესამე რომ იმედს ეკუთვნოდა, როგორც სატელევიზიო რეიტინგები და ვიცით რაც იმედს აქვს, ზუსტად იგივე სიტუაცია გვაქვს ამ შემთხვევაში YouTube-ზეც და ეკუთვნოდა ძალიან მოხარულები ვართ და გვიხარია. და მადლობა კიდევ ერთხელ ყველა იმედის თანამშრომელს, ზე პროფესიონალები არიან და ეს არის მათი დამსახურება. ძალიან კარგი. ლოლა, რა მაინტერესებს იცი? ეს ხომ მაინც არის თქვენი შრომის შედეგი. ანუ გასაგებია რომ ჩვენ ვქმნით, მერე თქვენ ეს უნდა განათავსოთ და ამას უნდა დიდი შრომა. თვითონ რთულია ეს თქვენი პროფესია? იცით რა არის, ძალიან საინტერესო პროცესი არის თავიდან ბოლომდე. თან როცა 13 წელი მიყევი ამას და უყურებ როგორ იზრდება, როგორ ემატება მომხმარებლები და ასე შემდეგ, YouTube-საც როგორც სხვა პლატფორმას ყოველთვის ეცვლება თავისი წესები, ანუ პოლიტიკა. უფრო მეტად მკაცრდება დროთა განმავლობაში. ეხლა ამ ეტაპზე გვაქვს 97,000 ვიდეო ადვირთული. 12 წლის, უკვე მე-13 წლის 97,000 და მალე 100-ზე ავალ. მალე 100-ზე ავალ. და რა მაგარია. მე ამ ვიდეოების მოვლა პატრონობა, შესაბამისობაში მოყვანა YouTube-ის პოლიტიკას რო პასუხობდეს, საინტერესო რო იყოს და გასაგები მომხმარებლისთვის. ძალიან საინტერესო პროცესი არის თავიდან ბოლომდე. შრომატევადი არის, რა თქმა უნდა. გართულ და მე ამაში დაგეთანხმებით, იმიტომ რომ მეც ვარ მსხვერპლი, დამბლოკა YouTube-მა, იმიტომ რომ ისეთი რაღაცები მქონდა განთავსებული, ღირსი ვიყავი. მართლა რა არის იცით, მე ვარ ძალიან ობიექტური ადამიანი. არასოდეს არ უბრაზდები, როცა მაჯარიმებენ, ან საყვედურს მეუბნებიან, უცბად ვიხდი ბოდიშს, მეც ბედნიერი ვარ და ისინიც. რა მაინტერესებს იცით? პირველი, აი შესრულდა მილიონი, ვინ გაიგო პირველი? არა, ვინჩეკით და უყურებდით მთელი გუნდი. თქვენ მთელი გუნდი უყურებდით? ეს ხელმძღვანელობა უყურებდა მაგ დროს თუ არა? ალბათ პირველმა მაინც ჩვენ გავიგეთ. თქვენ გაიგეთ, ხო? კვირა დღე იყო, საღამო იყო და ვინჩეკით უყურებდით, ვარეფრეშებდით. მომისვიდეთ ერთ რაღაცას გეტყვით, მე ვარ შოუმენი. მე ახლა თან ვაგებინებ თქვენ ამბავს და თან მე შოუ მოდის ჩემ თავში. ნახეთ მილიონ რაღაცა, ხო, 1,15,000. ნახეთ რაღაცა რიცხვამდე რომ მივა, 1,500,000 ან რაღაცა ძალიან გთხოვთ რა.
მე უკვე დავდგი დამიძა მე გამაგებინეთ პირველი და მე რას ვიზავგე უკვე ვიცი რას ვიზავ ავტეხავ ისეთ ყვირილს გამოცვივდება მთელი თანამშრომლები მიშველეთ ვიყვირებ სანამ არ ჩამოვა დაბლა ყველა თანამშრომელი და მერე გამოაცხადეთ ოკეი მილიონ ნახევარზე აჟიოტაჟს ატეხავთ მილიონ ნახევარზე გელოდებით ესე იგი მე უკვე ვიოცნებებ და მე რასაც ვოცნებ ყველაფერი მიხდება და იქნებ მალე იყოს ეს ყველაფერი რა მაინტერესებს იცით კონკურენცია დიახ აი როგორ ხდება აი რომ ვიცოდეთ რომ შედარება გავაკეთოთ სხვა არხებზე მედია სივრცეში თამამად შეგვიძლია განვაცხადოთ რომ პირველები ვართ ვინც მიიღო მილიონი და დაჯილდოვდა ოქროს ღილაკით რეიტინგულად კარიერულად ქართული კონტენტიც შეგვიძლია თქვა რომ პირველები ვართ ქართული კონტენტი ჩვენ არ გვაქვს უცხოური ვიდეო არ გვაქვს არაფერი მოპარული პირატები არა ვართ მოკლედ აბსოლუტურად ლიცენზირებული იმედის ქართული კონტენტი კანონმორჩილად მიყვებით მომიყევით იმ სირთულეებზე აი მე თამამად ვისაუბრებ ამ თემაზე აი მაგალითად ჩვენ ვამოწმებთ ხოლმე ჩვენი სხვა რაკურსის გიორგი ედიშერაშვილს ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაუხადო და ჩვენ ვართ შიშარა კანონმორჩილები აი წინასწარ გიგზავნით ხოლმე რომ შევამოწმოთ ეს ყველაფერი რთულია ეს ყველაფერი გადამოწმება კი რთული არის იმიტომ რომ არაერთი გადაცემა არა პლუს ძალიან ბევრი კონტენტი გვაქვს ცალ-ცალკე მოჭრილი მუსიკალური შეთანხმება გვაქვს ყველა ცალ-ცალკე ავტორთან ლიცენზია გვაქვს აუდიო ნეტვორკის შესაბამისად ამის გადამოწმება და მე გამოქვეყნება ცოტა ისეთი შრომატევადი პროცესია ადრე რა თვილი ყორასაც კიდე ასევე ართულებს პროცესი პირატები რომლებსაც დაუკითხავად იღებენ იმედის ვიდეოებს და თავის არხებზე თავსებენ მე გვიწევს მაგათი წაშლა გაფრთხილება როგორ ხვდებით აი მე რომ მოვიპარო თქვენი ვიდეო როგორ მიხვდებით ამას არსებობს გზები როგორ ხვდებით ამას ანუ მოგდის ნოტიფიკაციები მოგდით და მე დაბლოკავთ ხო ჯერჯერობით აი ესე მკაცრათაც არ იმუშავებთ ჯერ ვეხმიანებით ვთხოვთ რომ წაშალონ რომ ზიანი არ მივაყენოთ მაგათ არხებს თუ არ შლიან მაშინ უკვე ვბლოკავთ ერთი რამ მინდა გითხრათ ნახეთ თქვენ ხართ პროფესიონალები თქვენი საქმის კარგად მცოდნენი თქვენ არ ჩანხართ და რა არის იცით ყოველთვის მაგ ხოლმე არ ვიცი ეს ჩემი კარმაა წინა ცხოვრების თუ რაღაცა მალავდნენ თუ ჩაკეტილი ვიყავი აი სულ მინდა რომ ადამიანები რომ შრომობენ და რაღაცას აკეთებენ რომ მინდა რომ ყველამ გაიცნოს და ყველა მიცოდეს აი მიდის ლოლა და მუშაობს იმ თემაზე რომ ამხელა საქმე გააკეთა იმედში და იგივე ნიკაც ამხელა რაღაცას აკეთებს ლოლა მოდი ორი სიტყვით მითხარი ვინ ხარ ოჯახური მდგომარეობა და ასე შემდეგ ზოგადად პროფესიით ვარ ტანსაცმლის მოდელიორ დიზაინერი რა მითხარი სამხატვრო აკადემიის სტუდენტი მაგრამ 20 წლიდან მუშაობდი პრესაში, მე უკვე ინტერნეტ გამოცემებში, მე ვებ დიზაინზე და მე როცა სოციალური მედიები დაიწყო და აქტუალური გახდა, მე გადმოვედი აქ, იმიტომ რომ ძალიან მაინტერესებდა ეს სფერო. 14 წელია მუშაობ ტელეკომპანია იმეჯში და ნუ ვებ რესურსების სხვადასხვა კუთხით მეხება მუშაობ. ხო, მაგრამ ნახე 14 წელია მუშაობ იმეჯში. ესეთი აქტიური არ იყო თქვენი სამსახური. როცა არ იყო დიდად ესეთი ინტერნეტიზაცია, ასევე არ იყო ყველა სმარტფონში ინტერნეტი და სახში მივდიოდით და მე ვრთავდით რაღაცებს, მაშინ არ იყო, მაგრამ როცა ახლა ძალიან ფაქტურად ცხოვრობთ ჩვენს ანალოგიურად ვაქტიურობთ. მანამდე უფრო არქივისტვის მუშაობდით და ეხლა ყველა წუთას განახლება გვაქვს. რა მაინტერესებს იცით აი თქვენი პროფესია აი თქვენს შვილს თუ ურჩევთ მაინც იცი რა მგონია მე რო აქტიურ მუშაობას ვეწევი მგონია რომ აი მე მაგალითად ვერ ვიმუშავებდი
ჯერჯერ რთულია მე გამიჭირდა შრომატევადი არის ძალიან და მე ჩემ შულს ურჩევდი მაგალითად ჩემი პირველადი პროფესია რაც არის სამხატვრო აკადემიაში სწავლას, იმიტომ რომ ჩემზე ბევრად უკეთესად ხატავს და ნიჭიერი გოგოა, 13 წლის ხდება. ამ კუთხით ვურჩევდი, იმიტომ რომ უფრო შემოქმედებითი სამუშაო არის. ესეც ძალიან შემოქმედებითი და ძალიან საინტერესო, აზარტული ხარ, ანუ რეიტინგებზე ხარ, უყურებ სულ აინტერესებს, ანუ ცდილობ რომ დააინტერესო მაყურებელი, აყურებინო. და დღეს ყველაფერი რეიტინგზია, იცი, აი და უცნაურ რაღაცას გეტყვით, არ ვიცი, შეიძლება გაგიკვირდეთ, მე ამ ბოლო დროს ალბათ 1 წელია, რაც რეიტინგებს ვაკვირდები. მანამდე არ ვაკვირდებოდი. და სხვათა შორის რო დავიწყე დაკვირვება არ მომწონს. არ მომწონს, იმიტომ რომ არ სულ მაღალ რეიტინგს ვდებდი. და უკვე რო ჩავიხედე და დავიწყე ამ შკალების შემოწმება, აღარ ზემოქმედებს, თვითონ პროდუქტზე ზემოქმედებს აი ეს რეიტინგი. ხო, მე მაგალითად мотиваცია, აი დაბალი რეიტინგი რო დავწერო, აი რაღაცა мотиваცია აღარ მაქვს ხოლმე მერე. ნიკა, დიახ. თქვენი ამბავი მითხარით. მე პროფესიით ენერგეტიკოსი ვარ, საერთოდ საიდან მოვხდი სოციალმედიაში და რამდენი წლის არც მახსოვს, მაგრამ რაღაც ციფრულ ეპოქასთან ერთად მომიწია რა ყველა ამ თემებში და ძალიან ბედნიერი ვარ, რომ აქ მოვხდი. კიდევ უფრო ბედნიერი ვარ, რომ იმედში მოვხდი, შესანიშნავ ხალხთან ერთად და ძალიან ბევრ და დიდ გამოსვლებას ვიღებ იდეაში ჯერ კიდევ იმედში. ბევრ რაღაცას ვსწავლობ, კიდევ ბევრ რაღაცას ვისწავლი დარწმუნებული ვარ და ერთად კიდევ ბევრ წარმატებას მივახცევთ. იმედს რაც შეეხება მე ჩემ იმედში ლოლასგან განსხვავებით ზუსტად 10 წელით ნაკლების სტაჟი მაქვს, მე 4 წელია რაც მუშაობ და როგორც უკვე ვთქვი, ძალიან მიხარია რომ ამ რაღაც წერვალების დაპყრობის პერიოდში მოვხდი აქ და ძალიან ბედნიერი ვარ და დიდი იმედი მაქვს რომ რაც ვისწავლია კიდევ უფრო დაგვეხმარება იმაში რომ რაღაცით წინ წავიდეთ და წინ წავიწიოთ. ჩვენი მთავარი პრიორიტეტი ახლა არის აი რეიტინგები რო ახსენეთ, ჩვენ პირიქით სულ რეიტინგებს უყურებთ რომ დაბალი რო არის, ვიცით თუ არ უნდა იყოს დაბალი და მაღალი უნდა იყოს და ზუსტად მაგან გამოიღო ის შედეგიც, რომ ეს მწერვალები დავიფხარით და ავიდით მილიონ გამომწერს. ძოლიშვილი? არც ძოლი არ ჩვილი. ხო, აი სპეციალურად ვკითხულობ ხოლმე, რომ არაჩვეულებრივი სასიძო. ნიკა, რა მინდა კითხო? ხო, კითხო და თან გითხრა ერთი რამ. მე ცოტა არ მიკვირს, რომ თქვენ დროს მოხდა აი ამ ხელა წინსვლა ლოლა ჩემად მიმაჩნია, იმიტომ რომ ნიკას ნაკლებად ვახსენებთ ხოლმე, ლოლას დაურეკე, ლოლას გიორგის უეუბნები ხოლმე და მე რატო ვიყავი დარწმუნებული, რომ ძალიან ბევრ კარგ რაღაცას გააკეთებდი. დაახლოებით 14 წელია მეც იმედში ვარ, მანამდე ჰოლდინგში მუშაობდი და იმედი შემოდიოდა ამ ჰოლდინგში და პირველი სამსახურის უფროსი ხარ, რომელმაც იკითხე და შეხვდი გადაცემებს, პირადად ჩემ გადაცემებს. ჯერ გამიკვირდა, ვიფიქრე რომ რატო ხვდებით, იმიტომ რომ მართლა გულწრფელად ვამბობ, მე მაქვს ჩემი საქმე, დავდგები, მიმყავს შოუ, მაგ მაღალი რეიტინგი ვარ, ბედნიერი და რაში მაინტერესებს თქვენი სამსახური. მაგრამ აი მე მივხვდი, რომ შეგხვდით, აგვიხსენით, გითხარით რა პრობლემები გაქვთ, რატო მე პრობლემები არ ვიცოდი, იმიტომ რომ ჩემ ჯგუფს ყავს თავისი ვინც ხედავს ამას ყველაფერს და ის იყო პასუხისმგებელი და მე მივხვდი რომ ნამდვილად ეს სამსახური იყო საჭირო, გავიგე, გავერკვიე და თან მივხვდი რომ როგორი ყურადღებიანი და მართლა არ ვიცი სახელი და გვარი ვინ იყო მანამდე. მართლა გულწრფელად ვამბობ და არაერთხელ აღვნიშნე და ამისთვის დიდი მადლობა მინდა გადაგიხადო. იმიტომ რომ ყველაფერი საბოლოოდ აი წარმატებების ყველაფერი მიდის იქამდე რომ თუ ერთად არ ვაკეთეთ ეს ყველაფერი რა. იმიტომ ვთქვი რომ იმედის თანამშრომლობაზეა ეს წარმატება. თუ ერთად არ ვაკეთეთ ძალიან რთული იქნება რომ რაღაც შედეგამდე მივიდეთ. ეს ციფრული დათვლა როგორ ხდება და რა მაინტერესებს, იცით, ეხლა მე სულ სხვა რაღაცა პაწია ინტრიგა მინდა ჩავაგდო, პაწია.
მილიონი გამომწერი ყავს და მილიარდ რაღაც ნახვა. ციფრი მილიარდ ნახევარი დაახლოებით. მილიარდ ნახევარი ნახვა. ამ ნახვებში ნეტა ვინ არის პირველ ადგილზე? რთულია ხო ამის დათქვა? არა, შევიდნენ ჩვენ YouTube არხზე, მაყურებლები ნახონ და ნახავენ ვინ არის პირველად. ვერ გამოვარჩევთ იდეაში, იმიტომ რომ პირველი აუშევა თქვა 10 ადგილი და 15 ადგილი ისეთია, რომ ძალიან თანასწორია. არა, ნახეთ მე ჩვენი იმედის თანამშრომლები არიან ყოველ შემთხვევაში პირველ ადგილზე და მე 10 ადგილზე. ეს გადაცემები ხო? ნეტა ვინ არის რასაც. თქვენ იცით? თქმა უნდა. რა თქმა ჩვენ შეგვიძლია გავიგოთ? ეხლა არა. YouTube-ზე რო შეხვალთ და ალაგებთ პოპულარობის მიხედვით და ნახავთ. დედა რა საინტერესოა, დედა. არა, ანუ იდეაში შეგვიძლია თქვა და ყველა გადაცემას, ალბათ აქვს ერთი ისეთი ვიდეო მაინც, რომელიც ძალიან ვიდეოებში ხდება, კი, რომელიც ძალიან არის გავარდნილი. კი, ყველა გადაცემა. ხო, მაგრამ ამის კონტროლიც ის არის, იცით? აი ვერ გაიგებ. ხო, მე სოციალურ ქსელთან, აი როგორ ვერ მეგობრობ ისე როგორც ეთყობა ჩემმა ასაკმა ესეთი რაღაც, აი მაგალითად ნახეთ 107 გამომწერი 107,000 107,000 თუ 107,000 ისა TikTok-ზე ატვირთვის გარდა არაფერი არ ვიცი. კონტენტი მე არა მაქვს. არაფერი. თავარი ეგარი ატვირთოთ. დავინახე კვირტი, ვაიმე, კვირტი გამოვიდა და ვარ ერთ ამბავში მართლა მიხარია. და საერთოდ რა არის იცით? მომავალი თაობა და თქვენ. აი სხვადასხვა პროფესიებით ისე სხვათა შორის მართლა ძალიან კარგით რომ მოვიდა რომ აი რაც გულს უნდა და უხარია იმ პროფესიის ხდებით. კი. და არ უნდა ის დიპლომი და რაღაცა ეხლა ძალიან ბევრი დიპლომიანია შეიძლება მაგრამ ამხელა წარმატება ვერ მიაღწიეს და კიდევ ერთხელ გილოცავ და ულოცავ იმედს და ულოცავ ჩემ თავსაც. როგორ მიდის, აი რა მაინტერესებს ის ადამიანებს, ვისაც უნდათ სოციალური ქსელი. აი ვიღაც ბავშვი, რომელსაც უნდა რომ ეს შეისწავლოს. არის ამის საშუალება, ხო უკვე აი ცალკე პროფესიად აღებული. კი, არის პროფესიაც ესე დიპლომს ვერ აიღებ ჩვენ საქმეში, მაგრამ არის რაღაც კურსები, მაგრამ ამ შემთხვევაში მე ვიცახი რომ აი ციფრული ეპოქა ვთქვით, ხო, ყველაფერი ისწავლა პრაქტიკაში მაინც. ანუ პრაქტიკაში იმდენი რაღაც სწავლა შეუძლია თან მით უმეტეს ბავშვთან მცირეწლოვანს, იმიტომ რომ ბევრად მარტივად ითვისებს რაღაცას, ყველაფერს უბრალოდ რომ მე რაღაც კურსები აღარ ჭირდებათ. აი ჩემ შემთხვევაში ალბათ უბრალოდ შემთხვევაში სოციმედიის კურსები არ გვაქვს გაუვლილი არცეს. პრაქტიკაში ისწავლება ესეთი რაღაცა. დღევანდელ ყოველდღიურობაშია ეს სოციმედი, აი TikTok-ს რო იღებთ პირველად. შეიძლება ვიღაცა სოციმედია თქვენზე მეტი ვერც აკეთოს და არც ისის ანალოგიურად ასაც დაინახავს, გადაიღებს და დადებს TikTok-ზე. ეგ არის პრაქტიკაში სწავლობ ყველაფერს. ნუ კურსებიც არის რა თქმა უნდა, მაგრამ პრაქტიკა მაინც საჭირო. სტაჟირებაზე თუ მოდია ხოლმე თქვენთან? კი. სტაჟირებაზეც მოდიან და ძირითად შემთხვევაში რჩებიან კიდეც მე თანამშრომლად. მართლა, რა კარგია. იმიტომ რომ ძალიან ხო თქვით აი ცოტა დაბალი ასაკის მცირეწლოვნებს და თინეიჯერებს მარტივად ითვისებენ რა და რა თქმა უნდა ეგეთი კადრი ძალიან კარგია. პლუსო დაინტერესებულია თვითონ რაც რო დაინტერესებული უფრო მარტივად ითვისებს. ასე შემდეგ. სტაჟიერების ყავს მოკლედ ბევრი. ხო, რატო გეკითხებით, იცით, აი დაინტერესება ძალიან ბევრია ისეთი ბევრი ადამიანია, რომელმაც დაამთავრა რაღაცა და საერთოდ მე ხვდება, რომ ეს არ უნდა და უფრო პროდუქტიულია იმ სამსახურში, სადაც დაუშვათ მას უნდა და უხარია. როგორც ჩემ შემთხვევაში ენერგეტიკის არაფერი არ ვიცი, მაგრამ დამთავრებული. ხო, მე ჩემი პროფილით წავედი, მაინც კინორეჟისორი ვარ და ჟურნალისტი პროფესიით და კიდე ბევრი რაღაცა. ხო, ყველაზე ახლოს ვარ და რა ვიცი, მოკლედ კიდევ ერთხელ გილოცავ და ძალიან მიხარია რომ ჩემი სტუმრები ხართ. მოდით რეკლამაზე გავიდეთ და დავბრუნდებით ძალიან მალე. დავბრუნდით ძვირფასო რადიო მსმენელებო, Facebook გვერდის მაყურებელო და ტელემაყურებელო. ჭრელი პარასკევი ბედნიერ ჯაჯანიძესთან ერთად. ეხლა აგრესიული ადამიანები, ხო ვიძახი რომ ბედნიერ ჯაჯანიძესთან ერთად. ხო და სირაფდედი ადამიანია, რომელიც ფიქრობს ნეტა ერთი რატო ბედნიერი, რა ბედნიერი. ვერ ხვდებიან.
არა, ნახეთ გეტყვით ერთ უცნაურ რაღაცას. მე ვერ ვიცი და არ ვიცი დარდი. ხო არის კოჭლი ადამიანი, უსინათლო ადამიანი, დაყრუდა, მე ვარ ესეთი, უდარდელი. და რა ვქნა? სულ მიხარია, ეს ზეიმი რო იყო. ხო. აი თავიდან ჩვენ გვითხრეს, რომ არ გეტყვით რაღაცა ძალიან სასიხარულო ამბავი მოხდა იმედში და მოდით. არ მიკითხავს რა იყო. მოვდიოდი და მიხაროდა. ოღონდ და არ ვიცოდი და მაგ ხოლმე ეს განწყობა რომ აი ვარ ბედნიერი და არ ვიცი რატომ. გაგიხარდა ეს რა ვქნა? კარგია, მაგრამ ადამიანებს არ უნდათ რომ გაიგონ, იმიტომ რომ ვიღაცას რაღაცა ისე მაცხარი ეგონა, სულ ყველა ბედნიერი მგონია. სულ მგონია რომ ყველა კარგად არის. რა ვქნა? ღმერთო, იმდეხანს ვიძახე, ჩემ თავზე ბედნიერი ვარო, სანამ არ გავბედნიერი და ესე უნდა ვიძახო რომ ბედნიერი ხარ თქვენც. მოკლედ ჩემო ძვირფასებო ძალიან მიხარია რომ ჩემთან ხართ სტუმრად, იმედი ატვირთავთ ეხლა ამ გადაცემას. შეიძლება ისეთი სპეციალური ატვირთვით. განსაკუთრებით. ვეცდებით რომ ძალიან განსაკუთრებით. კარგი, ატვირთვის დროს გაიღიმეთ. მინდა აუცილებლად კითხოთ ახალ პროექტებზე. აი რას გეგმავთ? ახალი პროექტები რა შეიძლება იყოს? აი ატვირთვასთან ერთად ბარემ გეტყვით, რომ რამოდენიმე თვე არის რადიო იმედის პოდკასტები, გადაცემები შემოუერთდა ჩვენ მილიონიან YouTube არხს, რეგულარულად ტვირთავთ თქვენ გადაცემებს. მომხმარებელი უკვე ნელ-ნელა ეჩვევა ამას, გაქვთ ცალკე განყოფილება, სადაც მომხმარებელი გიყურებთ. ასევე ახლა ვცდილობთ კი არა ძალიან მალე შევქმნით ახალ პროდუქტებს ექსკლუზიურად YouTube-ისთვის. ეს იქნება გასართობ შემეცნებითი სახის. იქნება რაც თავარია, რაც ყველაზე საინტერესო არის და მე ძალიან მიხარია, ეს საბავშვო კონტენტი, რომელიც კონკრეტულად პატარა ბავშვებისთვის არის განკუთვნილი. ბავშვებისთვის. YouTube Kids არის ეგეთი განყოფილება, სადაც მარტო აი ვინც ბავშვები, რომელსაც პლანშეტები უჭირავთ და YouTube Kids-ის აპლიკაციით სარგებლობენ, ესენი ვერ ხედავენ დიდების კონტენტს, მაგათთვის მარტო ცალკე თავისი კონტენტი არის განკუთვნილი. საქართველოს ბაზარზე არ არის ბევრი ეგეთი პროდუქტი, ქართულენოვანი თან შემეცნებითი და თან სასარგებლო ბავშვისთვის რა. ამიტომ ახლა მაღაზიაში ვმუშაობთ და ძალიან მალე წარმოგიდგენთ უკვე საბავშვო ქართულ პროდუქტს იმედის YouTube-ზე. ნახეთ, მე მაგ ოცნებად რომ წავიყვანო საბავშვო გადაცემა ოღონდ თანამედროვე ზღაპრები. მე ვწერ თანამედროვე ზღაპრებს. აი მაგალითად მოგიყვებით 2 დღის წინ დავწერე პატარას ფინალს არ მოგიყვებით, იმიტომ რომ დაგაინტერესოთ. ესე ხდება ხოლმე. დაგვასპოილერებთ, ხო, ფინალი YouTube-ზე დავდოთ. მოკლედ, ცხოვრობდა ზღარბი, ყავდა საოცარი 2 პატარა შვილი, ბიჭი და გოგო, პია და კია. წავიდა ბაზრობაზე ზღარბი და პიასთვის იყიდა ულამაზესი ჩანთა. უკვე ხო კარგია? ულამაზესი ჩანთა. მოიტანა სახლში და ჩანთაში თურმე დევს სათამაშოები, რომელიც გამყიდველს შემთხვევით ჩაუდია და მოკლედ ეს ბავშვები არიან ბედნიერები, დედა გაბრაზდა, რომ ეს ხვისია, წავიღოთ, დაიწყეს ბავშვებმა ტირილი, დედამ წაიღო, მიუტანა გამყიდველს და გამყიდველმა უთხრა: რახან თქვენ ასეთი პატიოსანი ზღარბი ბრძანდებით და გამყიდველი იყო ჟირაფი. იცით ხო უკვე? და გამყიდველი იყო ჟირაფი. და უთხრა: მე ამ სათამაშოებს თქვენ გაჩუქებთ. და მე აღარ მოგიყვებით. არა, ძალიან ინტრიგა. ხო და აი ნახეთ ახლა დამსვით. მომაყოლეთ ეს ზღაპრები და მე თქვენ გაჩვენებთ ნახვებს. აუცილებლად. და
ნუ ერთი სიტყვით აი ესეთი ხო ხედავთ იდეაც კი მოგაწოდეთ ნამდვილად თუ არ მომტაცებენ იდეა არ არის ნამდვილად იგავითვალისწინებ რა მაინტერესებს იცით გამომწერებთან დაკავშირებით დიახ გამომწერები ცალკეა ნახვები ცალკეა კიდე რისი მონიტორინგი ტარდება ხოლმე ანუ მაგალითად ეხლა მილიონ გამომწერს მილიონ მომხმარებელს ხავართ გამოწერილები მაგრამ რეალურად გვიყურებს 5 მილიონი Google-ის სტატისტიკით მართლა 5 მილიონამდე მომხმარებელი გვიყურებს ანუ ეძებს უყურებს მაგრამ შეიძლება არ იწერს არხს მაგრამ მილიონმა გამოგვიწერა აბოერმა არ იცის გამოწერა აი ეხლა ნახეთ შეამოწმეთ თუ გინდათ მე არ ამყავს გამოწერილი სირცხვილი ხოა ეს არ ვიცი ეხლა რომ მივალ გიორგი ედიშერაშვილს აუცილებლად საყვედურს ვეტყვი ერთი ვიდეო უნდა დავუდოთ როგორ გამოვიწეროთ YouTube-ის არხი ჩვენი ბრალის ყოფილა კი ინსტრუქცია უკვე მეორე იდეა დაიბადა მესამესაც ნე ხო მართლა როგორ უნდა გამოიწერონ ძალიან საინტერესო იქნება და პირველი მე ვიქნები ამ მიდრეკილება მაქვს პირველი რო ვიყო ყველაფერში და რა ვქნა გამაგებინეთ კარგია ძალიან მოკლედ ხომ არაფერს დაამატებდით სტატისტიკაზე რადგან შევეხეთ, მოდი ვთქვათ, ქვეყნების მიხედვით ნახვებსაც უყურებთ ჩვენ და ემიგრანტებს გადავუხადოთ ძალიან დიდი მადლობა, იმიტომ რომ დაახლოებით 20% ალბათ ჩვენი აუდიტორიის არიან ემიგრანტები. ან გვიხარია რომ ვაძლევთ იმის საშუალებას, რომ საზღვარგარეთიდან უყურონ იმ კონტენტს და იმ მასალას, რაც იმედზე იქნება და ძალიან გვაბედნიერებს, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი. ნახეთ, პირველობაზე იყო აქ ლაპარაკი და მე ვთქვი და მართლა გულწრფელად გეტყვით ხო, ჩემო ძვირფასო მაყურებელო, ესე რა. მართლა გულწრფელად გეუბნებით. აი როგორ შეიძლება მიყვარდეს ჩემი მაყურებელი და გეტყვით. ის რო არ იყოს, ის რო არ მიყურებდეს, ჩემი გადაცემა რო რეიტინგული არ იყოს, მე არ მექნებოდა სამუშაო. ანუ მე მაყურებელი მაჭმევს. ჩემი ხელფასი არის მაყურებელი და აი ისეთი მადლობელი ვარ მაყურებლის, რომ მეტი არ შეიძლება და მინდა რომ განსაკუთრებული მადლობა გადაუხადო ემიგრანტებს. ერთადერთი გადაცემა იყო ჩემი გადაცემა, რომელიც ესე მასშტაბურად ჩადიოდა და ემიგრანტებს აშუქებდა და აი მაგ გადაცემებსაა განსაკუთრებული რეიტინგები რო იცოდეთ. ვერ წარმოიდგენთ, აი დედა რო შვილს უყურებს იქიდან, აქედან და მე ვარ ძალიან ბედნიერი. უღრმესი მადლობა თქვენ რომ აი ამაში დიდი წვლილი მიგიზღვით, რომ აი ემიგრანტები არიან ბედნიერები. და რა ვიცი, თქვენ და მადლობა ემიგრანტებსო გვიყურებ. მიხარია კიდევ ერთხელ გილოცავთ, ჩემ თავსაც ულოცავ, მაყურებელსაც ულოცავ, დავლოცავ სულ ბედნიერი იყოს ყველა გამომწერი და ისინი, ვინც აწი გამოიწერენ, სიხარული არ მოჰკლებოდეთ თქვენ. გამოიწერეთ კიდევ, რას დაეძებთ. მოკლედ ძალიან დიდი. ეს იყო ჭრელი პარასკევი გია ჯაჯანიძესთან ერთად და მართლა გულწრფელად მინდა რომ წინ და წინ იაროს ტელეკომპანია იმედმა. დიდი მადლობა და თქვენს წარმატებებს გისურვებთ ყველაფერში. მიხარია ეს ყველაფერი, მე აკრძალული მაქვს, იმიტომ რომ იმდენად ბევრს ვსაუბრობ ხოლმე, მადლიერების გრძნობა მაქვს მოჭარბებული. მაკა ლუმიძეს ვიცნობ 30 წელია. და აი უაღრესად დიდ პატივს უმაღლესი ადამიანია, იმიტომ რომ არის პროფესიონალი საყვედურს მეუბნება რომ ნუ მახსენებ არ არის საჭირო, მაგრამ ამ ერთხელ თან სუასებ ამბობ. მოკლედ, გემშვიდობებით ძვირფასო რადიო მსმენელებო, Facebook გვერდის მაყურებელო, ტელემაყურებელო, მიყვარხართ.